გეტო ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც გუშინ თუმანიშვილის კინოსახიობთა თეატრის სცენაზე დაიდგა რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ აუდიტორიას იეშუა სობოლის პიესა შესთავაზა წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ეხება. იგი ებრაულ გეტოში განწირული ადამიანების მიერ თეატრის შექმნის ამბავს მოგვითხრობს მაყურებელს სპექტაკლის დასწრება დღეს საღამოს 20 საათზეც შეიძლება. ვილნიუსის გეტოში ებრაელებმა გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებინათ თეატრი. და მე ავიღე ეს პიესა დღეს, იმიტომ რომ დღესაც სამწუხაროდ მსოფლიოში არის ომი. უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა მინდა უთხრა მარიამს, ჩემს პარტნიორებს, ამ თეატრს ესეთი გამოსპინძლებისთვის, ესეთი მიღებისთვის, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მაყურებელს. ძველი განწყობა მოიტანეს მსახიობებმა ნამდვილად და სპექტაკლმა რა გვითხრა ამითი, რომ თეატრი და ხელოვნება ყველგან უკვდავია, ყველგან ხელშეუხებელია.